გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. არის ასეთი ტიპი ნიკა ჩიტაძე. ის საკუთარ თავს მკვლევარსა და შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკის, მსოფლიო პოლიტიკის, ენერგოუსაფრთხოებისა და სტრატეგიული საქმეების სპეციალისტს უწოდებს. მოკლედ, ყველაფრისტია ხუხაშვილივით. ნაცების დროს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი მრჩეველი იყო. ეკავა უმაღლესი თანამდებობები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში. ხომ წარმოგედგენიათ რა დონის ნაცი იყო. ნაცი არის და ნაცი იქნება. არასდროს მომწონდა არც ერთი პარამეტრი. ცოტა მეშინ უნდა კიდეც რომ ვუყურებდი. კიდევ კარგი ხშირად არ ვუყურებდი. ახლაც პერიოდულად გამოანათებს და იგესლება და მერე იკარგება. დავინტერესდი თუ სად იკარგება და შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორიც ყოფილა. ანუ ახალგაზრდებშია ტიპი და წარმოიდგენია როგორ უწამლავს მათ ტვინს. ამასთანავე თუ ნახე პალიტრანიუსის გადაცემა სპექტრში. პალიტრანიუსი ყველა ყალგასული და ხელმოსარული პოლიტიკოს ანალიტიკოსის უკანასკნელი ნავსაყუდელია, ასე მეჩვენება. ისეთი უცნაური და დაჟანგული დინოზავრები დადიან მათთან, რომ მიგვერ საიდან პოულობენ მათ. თანაც ის დინოზავრები ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობს. ხშირ შემთხვევაში საკუთარ ფანტაზიებს ასაღებენ როგორც უტყუარ ფაქტებს. ამასინათ სტუდიაში ვიღაც სამხედრო ყავდათ. ისეთი ოპტიმიზმით ლაპარაკობდა რუსეთ-უკრაინის ომზე და ევროპის სამხედრო აღორძინებაზე, რომ ვიფიქრე ალბათ დააზვერვის მუშაკია და ყველაფერი ჩვენზე კარგად 1-5-6 თვის წინსწრებით იცის მეთქი. ოდესმე ნიკა ჩიტაძე იქ დაიჩიტა და დაგმო ტრამპი. კიდევ კარგი ეს ტრამპმა არ გაიგო, თორემ შეწუხდებოდა. დიახ, მეგობრებო, ნიკა ჩიტაძემ დაგმო ტრამპი და ტრამპის პოლიტიკა. ტრამპს თურმე უთქვამს, რომ ამერიკელი გადამხდელების ფული მიდის უკრაინაში. ომი უნდა შეჩერდეს იმისთვის, რომ ფული მოხმარდეს რიგით ამერიკელებს და ჩიტაძეს ეს არ მოეწონა. ჩიტაძის აზრით, ამერიკელი გადამხდელების ფული არ უნდა მოხმარდეს რიგით ამერიკელს და ამერიკელი გადამხდელები ვალდებულები არიან განაგრძონ სისხლისმღვრელი ომის დაფინანსება. რა იოლია მსოფლიოს მართვა შავი ზღვის უნივერსიტეტიდან, არა? პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ ტრამპზე უკეთესად იცის თუ როგორ უნდა იმუშაოს ტრამპმა და რა არის ამერიკული გადამხდელებისთვის უფრო საჭირო. ჩიტაძემ ასევე დაგმო ილონ მასკი, თქვა რომ მისი განცხადებები ანტიდემოკრატიულია და რატომ არის ანტიდემოკრატიული? იმიტომ რომ მასკმა თქვა შეწყდეს სისხლისღრაო. ჩიტაძე ბრაზობს, როგორ შეიძლება სისხლისღრა შეწყდეს, როცა რუსეთი ბოლომდე არაა განადგურებული. ომი ბოლო რუსამდე ალბათ ასეთი ჩანაფიქრი აქვს ნიკა ჩიტაძეს. ოღონდ სხვისი ხელით უნდა ნარის გლეჯა რასაკვირველია. განსაკუთრებით მომეწონა პალიტრანიუსის კორესპონდენტის კითხვა. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რასაც აკეთებს, ეს ასხამს თუ არა ქართული ოცნების ინტერესებზე წყალს. ფანტასტიკური შეკითხვაა, მეგობრებო. ასეთი კითხვა თავში ხომ უნდა მოგივიდეს. წესითა და რიგით ამ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს შემდეგით: ღმერთმა ქნას, რომ რასაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აკეთებს, ქართული ოცნების ინტერესებზე ასხამდეს წყალს. ამას უნდა ვნატრობდე და დაბადების დღეებზე, როდესაც სტორზე სანთლებს ვუბერავთ, ეს სურვილი უნდა ჩავიფიქროთ ხოლმე. მართლა ასე რომ იყოს ჩვენს ძაღლს ბედი აღარ დაჰყებდა. თუმცა მაგ საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ პალიტრანიუსის კორესპონდენტმა ეს კითხვა ჩიტაძეს ნიშნის მოგებით დაუსვა და ნიკამაც ნიშნის მოგებითვე უპასუხა, რომ კი ოცნების ინტერესებზე ასხამს წყალს, მაგრამ არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. მეგობრებო, თქვენ იცით რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესი? არ იცით, არც მე მცოდნია და მით უმეტეს ქართულმა ოცნებამ არ იცის. ამაგიეროთ ეს იცის შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორა ჩიტაძემ და ჩიტაძემ ისიც იცის, რომ ამერიკის ადმინისტრაცია რასაც აკეთებს, ეს
ჩვენს ქვეყანას ვნებს. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ ამერიკის ეროვნულ ინტერესებსაც ვნებს. ანუ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, რათა ამერიკისა და საქართველოს ინტერესებს ავნოს და წყალი დაასხას ქართული ოცნების წისქვილს. სულ ველოდებოდი, როდის ამხელდა ნიკა ჩიტაძე ტრამპს იმაში, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ფულებს დახარბდა, მაგრამ არ თქვა. ინტრიგად დაგვიტოვა. ალბათ შემდეგ ჯერზე ლენინივით ცოცხალზე ცოცხალ აქუსთან ან სულმთლად წყალწაღებულ ფორმულაზე რომ მოიპატიჟებენ, იქ იტყვის და ასეთი სპეციალისტები შედიან სასწავლო აუდიტორიებში და წამლავენ ჩვენს ახალგაზრდობას. პალტრენიუსი ველოდები კობა სუბელიანს როდის დაუძახებდა კვატროჩენტოს დადებით და უარყოფით მხარეებზე ალაპარაკებ ქართული ოცნების ჭრილში. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.